მოგესალმებით მეგობრებო, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. დღეს გავაკეთოთ ასეთი გაშლა, როგორც კომენტარებიდან მთხოვა ერთ-ერთმა ადამიანმა. ურთიერთობა მანძილზე, უკონტაქტო ურთიერთობა მანძილზე. რა ელის ამ ურთიერთობას? ვნახოთ ჯერ რა ხდება ახლა ურთიერთობაში და ვნახოთ რა ელის ამ ურთიერთობას. აქ ბევრი კარტი წამოვიდა. აქ რა ხდება? ბედით მოცემული მამაკაცი, რომელიც შემოვიდა და შეიძლება საერთოდ უცებ შემოვიდა ეს მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში, უცებ გამოჩნდა და საერთოდ შეცვალა ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში. და ეს მამაკაცი არის საკმაოდ გამოცდილი, სერიოზული, რომელმაც იცის თავისი გრძნობების მართვაც, იცის ყველაფერი გრძნობებზე, ემოციებზე, მაგრამ შესაძლოა, აქ ეს მამაკაცი არ იქცეოდა სერიოზულად, სერიოზულ ნაბიჯებს არ დგამდა ურთიერთობაში, არ გაჩვენებდათ რეალურად თავის გრძნობებს და ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ კიდეც, რომ ისეთი ადამიანი უგრძნობი, რომელსაც არ შეუძლია გრძნობების გამოხატვა, მაგრამ უბრალოდ რეალურად ამ ადამიანს საკმაოდ დიდი გრძნობები აქვს, უბრალოდ ძალიან კარგად იცის თავისი გრძნობების მართვა, არ გამოჩენა თავისი გრძნობების. და შესაძლოა აქ მანიპულაციებსაც კი მიმართავდა ეს ადამიანი და პაუზა რომ არის ახლა ამ ურთიერთობაში ცხადია, უკონტაქტობა და ამ ყველაფერმა თქვენ გაგიცრუათ იმედი, ძალიან იმედგაცრუებულ მდგომარეობაში ხართ ახლა, ნაწყენი, გულნატკენი, იმედი გაგიცრუდათ ადამიანზე, იმედი გაგიცრუდათ თვითონ ურთიერთობაზე, რადგან არ ელოდით ასეთ განვითარებას, არ ელოდით მისგან აი ასეთ საქციელს. აქ აი ეს ადამიანი წავიდა გავიდა ურთიერთობიდან, სადღაც აქ მანძილზე წასვლაც იგულისხმება და ახლა არის ესეთი სიტუაცია, რომ საერთოდ არ იცით ამ დიდი ხნის შეჩერებულ ურთიერთობაში, სადაც არაფერი არ ხდება და დიდი ხნის განმავლობაში სულ ერთი და იგივე, აღარ იცით, ვეღარ ხედავთ უკვე ამ ურთიერთობის განვითარებას. ნახოთ რა შეიძლება. აქ ცვლილებები ნამდვილად იქნება. უცებ რაღაც მოხდება და შეიცვლება. უბრალოდ აქ არის აქ ძალიან დიდი ცვლილება იქნება. აქ არის ტრანსფორმაცია, რომელიც შეცვლის ძალიან ბევრ რამეს. და უკვე აი მე ტკივნეული მძიმე ტრანსფორმაციიდან აქ უნდა გადახვიდეთ უკვე ისეთ ტრანსფორმაციაში, სადაც ყოფნა თქვენ გესიამოვნებათ, სადაც თავს იგრძნობთ მშვიდად, სულიერად მშვიდად, ბალანსში იქნებით თქვენს თავთან, თქვენს ემოციებთან, თქვენს სულიერ მდგომარეობასთან, აქ უკვე მშვიდად იქნებით, სულიერად მშვიდად, რაც ახლა ძალიან გაკლიათ. და აქ ურთიერთობაც ასეთი იქნება, რა თქმა უნდა, როცა თქვენ შეიცვლებით და ასეთ მდგომარეობაში იქნებით, აქ ურთიერთობაც შეიცვლება, უცებ რაღაც მოხდება, ამ ტრანსფორმაციის გამოვლის შემდეგ, უცებ მოხდება, აქ შეხვედრა იქნება თქვენ შორის. მაგრამ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დრო დასჭირდება. თუმცა კი შეხვედრა არის და იქნება ამ ურთიერთობაში, უბრალოდ აი ამ ტრანსფორმაციის გამოვლა, რაც უნდა გაიაროთ თქვენ ორივე ადამიანმა, რადგან ურთიერთობაში ტრანსფორმაციას ორივე ადამიანი გადის, ორივემ უნდა გაიაროს, რომ ორივე უნდა გაიზარდოს, ორივე უნდა ისწავლოს გაკვეთილები, რომ დადგეს ის სასურველი შედეგი, რაც თქვენ გსურთ ამ ურთიერთობაში. როგორც გითხეთ, შანსი მოეცემა ამ ურთიერთობას კიდევ ძალიან დიდი შანსი მაღალი ძალებიდან, რომ ისევ დაიწყოს, ისევ განახლდეს თქვენ შორის ურთიერთობა, მოხდეს შეხვედრაც და ეს
დიდი ხნის პაუზა, უმოქმედობა და უკონტაქტობა დასრულდეს ამ ურთიერთობაში. და აქ იქნება შეხვედრა. რადგან აქ არის მონატრებაც და იქნება გაგიხარდებათ ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, და გამოჩენა, რა თქმა უნდა, ძალიან გაგიხარდებათ. და აქ იქნება, კონტაქტიც იქნება თქვენ შორის, საუბარი იქნება და შეიცვლება ეს ურთიერთობა, ძალიან დიდი ცვლილებები იქნება, მოულოდნელი ცვლილებები, რაც სრულიად შეცვლის ყველაფერს. თუ აქამდე ადამიანი არ აკეთებდა ქმედით ნაბიჯებს და ეს ურთიერთობა არ იყო სერიოზული, სერიოზულ ეტაპზე არ გადადიოდა, ახლა უკვე შეიცვლება ისე, რომ გახდება ეს ურთიერთობა სერიოზული, ოფიციალური, ასეთ ურთიერთობას გულისხმობ. აი ეს კონტაქტი, საუბარი თქვენ შორის მოგიტანთ ემოციურად იქნებით ძალიან კარგად, ემოციურად მშვიდად, ისევ შეივსებით იმ დადებითი ემოციებით, იმ თბილი და სიყვარულით სავსე ემოციებით. აქ ყველაფერი ძველი, ყველაფერი მტკივნეული, რაც გამოიარეთ თქვენ ამ ურთიერთობაში, ეს ყველაფერი დარჩება წარსულში, რაც გასწავლათ ამ ურთიერთობამ, რა გამოცდილებაც მოგიტანათ, რაც ისწავლეთ, რაც გაიგეთ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დარჩება და უკვე ახალი ეტაპი, ახლის შენება უნდა დაიწყოს. და აქ თუ მანძილიც არის თქვენ შორის, ეს მანძილიც შეიცვლება და დაუბრუნდება ამ ურთიერთობას. სიმყარე, სტაბილურობა, ბედნიერი მომავალი ორი ადამიანის, აქ ორივე ადამიანის ბედნიერება უნდა და აქ ეს ბედნიერება იქნება თქვენ შორის. აი ის ტრანსფორმაცია, რისი გამოვლაც ახლა გიწევთ და რასაც გამოივლით, მოგიტანთ ძალიან დიდ ემოციებს, სიხარულს, ჰარმონიას, სიმშვიდეს, თქვენ საყვარელ ადამიანთან ერთად და თქვენც შინაგანად აი ასე იქნებით მოულოდნელ სიხარულს და ძალიან დიდ გრძნობებს და როგორც გითხარით, უკვე სიტუაცია შეიცვლება და გადავა სერიოზულ ურთიერთობაში. აი თქვენ და თქვენი მამაკაცი აქ შეიცვლება სიტუაცია და რასაც ელოდებით თქვენ, რომ სერიოზულ ურთიერთობას, ის მოხდება, აქ შემოთავაზება იქნება თქვენი მამაკაცისგან. რაღაცას შემოგთავაზებთ. შემოგთავაზებთ სერიოზულ ურთიერთობას, რომ თქვენი ურთიერთობა უკვე გახდეს ოფიციალური. აქ არის საკმაოდ, აქ არ არის პატარა ბიჭი, აქ სერიოზული მამაკაცია, მოქმედი, რომელსაც თავისი საქმეც აქვს, ფინანსურადაც ძალიან კარგად არის, რომელიც ძალიან გამოცდილი და ჭკვიანია და არჩევანს გააკეთებს ეს ადამიანი და აირჩევს ახალ გზას თქვენთან ერთად. ახალი გზა გელოდებათ ამ ადამიანთან. და რაც მოგიტანთ ძალიან დიდ სიხარულს, შეიძლება ახლა არც ელოდებით ასეთ განვითარებას, რადგან დიდი ხნის პაუზა და უკონტაქტობა, მაგრამ აქ სიტუაცია შეიცვლება, რადგან ასე სურთ მაღალ ძალებსაც და ეს ამ ურთიერთობას ელოდება საკმაოდ სერიოზული, უკონტაქტობიდან გადახვალთ უკვე სერიოზულ ოფიციალურ ურთიერთობაში. აქ პროგნოზი ძალიან კარგია ასეთი ურთიერთობის, უბრალოდ რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გამოვლას, ამ ტრანსფორმაციის გავლას დროს ჭირდება, ეს არ იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ აი ასეთი ფინალი აქვს ამ ურთიერთობას, რაც გაინტერესებდათ, რა ელის ამ ურთიერთობას, აი ასეთი ბედი ელის, ასეთი სიტუაციის ასეთი განვითარება ელის ამ ურთიერთობას. მაგრამ თავარი არის თქვენ ორივე ადამიანი როგორ გამოევლის ამ ტრანსფორმაციას. და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, დროს ჭირდება, როგორც ყველაფერს. მე გისურვებთ ძალიან დიდ ბედნიერებას.